საუდის არაბეთის გრან-პრის ბედი 5-წამიანმა ჯარიმამ გადაწყვიტა, რომელიც მაქს ვერსტაპენმა ოსკარ პიასტრისთან ბრძოლის დროს ტრასის გადაჭრის და ამის ხარჯზე უპირატესობის მოპოვებისთვის მიიღო. ჯარიმასთან დაკავშირებით გულშემატკივრების აზრი არ არის ერთგვაროვანი, ამიტომ მომხდარში უკეთესად გარკვევისთვის ჩვენ პირველ რიგში ვნახოთ, რა წერია სტიუარდების ოფიციალურ დასკვნაში და რა წერია წესში, რომლის დარღვევასაც ედავებიან ვერსტაპენს. სტიუარდების განმარტებით, პიასტრის მანქანის წინა ღერძი სულ მცირე ვერსტაპენის მანქანის სარკის გასწვრივ იმყოფებოდა პირველი მოსახვევის აპექსამდე და ამ აპექსის დროს, როცა ის შიდა მხრიდან გასწრებას ცდილობდა, ფაქტობრივად მანქანა ნომერი 81 აპექსის დროს სრულად იყო მანქანა ნომერი 1-ის გვერდით. პილოტის სტანდარტების გაიდლაინის თანახმად ეს იყო პიასტრის მოსახვევი და ის იყო უფლებამოსილი მიეღო სივრცე. ვერსტაპენს ადანაშაულებენ ფორმულა 1-ის სპორტული რეგულაციების მუხლი 33.3-ის დარღვევაში, რომელშიც საუბარია პილოტის მხრიდან ტრასის ფარგლების დატოვებაზე, ამის ხარჯზე უპირატესობის მიღებასა და ამ უპირატესობის უკან არ დაბრუნებაზე. არც სტიუარდების დასკვნაში და არც მითითებულ მუხლში წერია, რომ გამსწრები პილოტი, ამ შემთხვევაში პიასტრი, ვალდებულია დაუტოვოს სივრცე პილოტს, რომელსაც ასწრებს, ამ შემთხვევაში ვერსტაპენს. არც ის წერია, რომ რბოლის დირექტორმა უნდა მოსთხოვოს დამრღვევ პილოტს პოზიციის დაბრუნება, ის ვალდებულია მხოლოდ მისცეს გონივრული ვადა პილოტს ამისთვის. სტიუარდების განმარტებით, მსგავსი ტიპის დარღვევა 10-წამიან ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაითვალა, რომ ეს იყო პირველი წრის და პირველი მოსახვევის ინციდენტი და 10-ის ნაცვლად 5-წამიანი ჯარიმა დადგინდა. ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელემეტრიის მიხედვით რბოლის პირველ წრეზე მძიმე ბოლიდით და საშუალო ტიპის საბურავებით მაქსი უფრო მაღალი სიჩქარით შედიოდა პირველ მოსახვევში, ვიდრე ეს პოულის მომტან საკვალიფიკაციო წრეზე მსუბუქი ბოლიდით და რბილი ტიპის საბურავებით გააკეთა, ჯარიმა კიდევ უფრო ლოგიკური ჩანს. მაგრამ ზოგადად მე, როგორც ფორმულა 1-ის ძველი სკოლის გულშემატკივარი, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის საკამათო საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი. ტრასის ფარგლები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული და მისი დატოვება განზრახ თუ შეცდომით არ უნდა უღირდეს პილოტს, რადგან ამისთვის შესაძლოა მაღალი ფასის გადახდა მოუხდეს, დაკარგული პოზიციის, დაკარგული დროის ან დაზიანებული ბოლიდის სახით და ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ვფიქრობ არის უსაფრთხოების ხრეშის ზონების დამატება. მუჰამედ ბენ სულაიმმა, ეს არის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ანუ FIA-ს პრეზიდენტი, 2024 წელს motorsport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამაყად განაცხადა, რომ ავსტრიაში პრობლემურ მონაკვეთებზე ხრეში დაყარეს და ამით ტრასის ფარგლების დაცვის პრობლემა წარმატებით მოაგვარეს, მაგრამ რატომღაც იგივე ოსტინის ტრასაზე არ გააკეთეს და გვახსოვს იქ მე-12 მოსახვევში საკამათო ეპიზოდი ვერსტაპენს და ნორის შორის მოხდა. ბენ სულაიმიმდე 8 წლით ადრე 2016 წელს ფორმულა 1-ის ჯგუფში ჩემს მიერ დაწერილი კომენტარი ვიპოვე, სადაც ვამბობ. ჩემინება რომ იყოს ტრასას და უსაფრთხოების ზონებს შორის ხრეშის ზონებს დავამატებდი. მოკლედ FIA-ს პრეზიდენტს მინდა მივმართო, რომ პადოკის ისტორიების არხის გამოწერით შეიძლება ბევრი საინტერესო იდეა გაიგოს და მუშაობის დროს კონცენტრაცია მოახდინოს უფრო მნიშვნელოვანზე, ვიდრე ფორმულა 1-ის პილოტების ლექსიკის კონტროლია. არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარების დაწერა არ დაგავიწყდეთ თქვენს, ეს პადოკის ისტორიებია და ჩვენ საუბრობთ ფორმულა 1-ის შესახებ დროებით.